დამატებითი ღირებულების გადასახადი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შემცირებულ ვადებში დაუბრუნდებათ. დღის წესრიგით გაწერილ 40 საკითხს შორის მთავრობა დღეს პრეზიდენტის ინიციატივაზეც მსჯელობს. აღნიშნულ გადასახადს მთავრობა აქამდეც აბრუნებდა, თუმცა მას შემდეგ რაც ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 1 წლის წინ განაცხადა, ვადა შემცირდა. სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა 2010 წლის შედეგებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 574 კომპანიას 170 მილიონი დაუბრუნდა. კახა ბაინდურაშვილის თქმით, ეს გასულ წელთან შედარებით საკმაოდ მაღალი ჩვენებელია. 2009 წელს კერძო კომპანიებს 80 მილიონი დაუბრუნდათ. ეს თანხა კვლავ ბიზნესის განვითარებას მოხმარდება. 2008-ში და 2009-ში თუ ჯამური დაბრუნებები შეადგენდა 118 და 127 მილიონ ლარს, 2010 წლის განმავლობაში სულ დაბრუნებული 170 მილიონი ლარი და ჯამში ეს გაკეთებულია 574 კომპანიისთვის. ანუ ეს თანხა, რომელიც სახელმწიფო დროულად და ჩქარად დაუბრუნდა კერძო სექტორს და კერძო სექტორმა უკან ბიზნესში, ეკონომიკაში ჩაატრიალა სინამდვილეში ეს თანხები და ამ თანხებმა კიდევ უფრო დადებითი პოზიტიური ცვლილებები გამოიწვია ეკონომიკაში. ეს განხორციელების ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტს ჩარშან ჰქონდა, ეს არის ლოპოტეს ტბაზე. შეგახსენებთ, მაშინ მთავრობის ხდომა გაიმართა, სადაც იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ იქ ცვლილებები შესული იყო, თავის მაშინვე შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები და ამის შემდგომ გამარტივდა. 1 წლის თავზე ამ ინიციატივიდან 170 მილიონი ლარია დაბრუნებული ბიზნესისთვის. თუ ავიღებთ, ასე ვთქვათ, ანალოგიურ პერიოდებს 12 თვეს ამ ინიციატივამდე მაქსიმალური თანხა რაც იყო დაბრუნებული იყო 80 მილიონი ლარი.